მოსაზღვრე კუთხეები და ვერტიკალური კუთხეები. სანამ მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეების შესახებ ვისაუბრებდე, მოდი განვიხილოთ შემდეგი სახის კუთხეები. ორ კუთხეს, რომელსაც აქვს საერთო წვერო და საერთო გვერდი, მაგრამ არ დანაკვეთენ ერთმანეთს, ვუწოდოთ ერთმანეთის გვერდი-გვერდმდებარე, ანუ მიმდებარე კუთხეები. ეკრანზე გამოსახულ სურათზე თქვენ ხედავთ კუთხე BAC-ს და კუთხე CAD-ს. მათ აქვთ საერთო AC გვერდი და წვერო A. მათ უწოდებენ ერთმანეთის მიმდებარე კუთხეებს. ცხადია, რომ დიდი კუთხის გრადუსული ზომა BAD უდრის ამ ორი მიმდებარე კუთხეების გრადუსულ ზომათა ჯამს. ანუ კუთხე BAD ტოლია კუთხე BAC-ს დამატებული კუთხე CAD. ხოლო ისეთ ორ კუთხეს, ორ მიმდებარე კუთხეს, რომელთა ჯამი არის 180 გრადუსი, უწოდებენ მოსაზღვრე კუთხეებს. მოსაზღვრე კუთხეების ილუსტრაციად მოვიყვანოთ ესეთი სურათი, განვიხილოთ. ამ სურათზე გამოსახულია შემდეგი კუთხეები, ანუ JKM და MKL. ისინი ჯამში ქმნიან 180 გრადუსის ტოლ კუთხეს, ანუ გაშლილ კუთხეს. 55 გრადუსს რო დავამატოთ 125 გრადუსი, ის არის 180 გრადუსის ტოლი. ამ ერთ წერტილის მოძრაობის შედეგად ჩვენ მივიღებთ სხვადასხვა გრადუსული ზომის მოსაზღვრე კუთხეებს, თუმცა მათ აქვთ ერთი რამ საერთო, რომ ისინი ჯამში ადგენენ 180 გრადუსის ტოლ კუთხეს, ანუ გაშლილ კუთხეს. ახლა ვისაუბროთ ვერტიკალური კუთხეების შესახებ. ორი წრფის გადაკვეთის შედეგად მიღებულ ორ ერთმანეთის არამიმდებარე კუთხეს ეწოდება ვერტიკალური კუთხეები. ერთი კუთხის გვერდები კი არიან მეორე კუთხის გვერდების დამატებითი სხივები. ანუ ამ სურათზე გამოსახულია ორი წრფე, რომელიც გადაკვეთილია და ვარდისფერი რკალებით არის გამოსახული ერთმანეთის ორი არამიმდებარე კუთხე, რომელსაც ეწოდება ერთმანეთის ვერტიკალური კუთხეები. ასევე ამ ლურჯი რკალით არის გამოსახული ანალოგიურად ვერტიკალური კუთხეები. ვერტიკალური კუთხეებისთვის არის ესეთი თვისება, რომ ვერტიკალური კუთხეები არის ერთმანეთის ტოლი. შევეცადოთ ავხსნათ, თუ რატომ არის ეს ასე. ამისთვის განვიხილოთ ეს ორი ურთიერთდანამკვეთი წრფე და დავამტკიცოთ, რომ კუთხე AD უდრის კუთხე BC-ს. აი ეს ორი ვერტიკალური კუთხე. კუთხე AB არის ერთდროულად AD კუთხის და BC კუთხის მოსაზღვრე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ კუთხე AB-ს დამატებული კუთხე AD არის 180 გრადუსის ტოლი. მეორეს მხრივ კუთხე AB-ს დამატებული კუთხე BC ისიც არის 180 გრადუსის ტოლი. ამ ორი ტოლობიდან ვასკვნით, რომ რახან პირველი შესაკრებები არის ტოლი, მეორე შესაკრებებიც უნდა იყოს ტოლი, იმიტომ რომ ამ ორი წევრის ჯამი ორივე ტოლობაში არის 180 გრადუსის ტოლი. აქედან გამომდინარე, კუთხე AD უდრის კუთხე BC-ს, რის დამტკიცებაც გვინდოდა. ანალოგიურად დამტკიცდება, რომ კუთხე AB არის კუთხე DC-ს ტოლი.